მოცემ თქვი 5 და ხელით მაჩვენე 3. აუზადა გჭირდა არა? ეგ იმიტომ რომ შენმა ტვინმა ორივე დავალებაზე ცალ-ცალკე იფიქრა. მაშინ როცა 5 მარტივი სათქმელია. როცა ადამიანს ხედავ, პირველი რას აკვირდები? სახეს, თვალებს თუ ფეხსაცმელებს? ან იქნებ ხელებს. თუ ხელებს ვერ ხედავ, რაღაც უცნაური გემართება. თავს არაკომფორტულად გრძნობ და შენი ტვინიც გაურკვევლობაშია. კი, მაგრამ რას მამობს უკან? რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო და უფრო გეფანტება გონება ჩემს სიტყვებზე, რადგან მთელი შენი ყურადღება ჩემი ხელებისკენაა მიმართული. და როგორც კი მათ გამოვაჩენ, ამოისუნთქებ. და მართლა ამდენად მნიშვნელოვანია ხელები? კი, ეგრეა. წარმოიდგინე გამოქვაბულის დროინდელი ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანისგან მომავალ საფრთხეს მხოლოდ ერთი რამით არჩევს. აკვირდება ხელებზე. თუ სხვა ადამიანს ქვა, შუბი ან სხვა სახის იარაღი უჭირავს, ანუ ის საფრთხეს წარმოადგენს. თუ არა და მეგობარია. მეცაც გეტყვი, როცა რამეს უსმენ, იგივეს ვიზუალურადაც წარმოიდგენ ხოლმე. აი ბავშვობაში შენც ხომ ნახატიანი წიგნები უფრო მოგწონდა. ახლაც თან მისმენ, თან მიყურებ. და იმ შემთხვევაში რა მოხდება, თუ ჩემი ხელების მოძრაობა საუბრის შინაარსს აღარ დაემთხვევა. ახლა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გეტყვი. შენი ტვინი ჩემს ხელებს უფრო უჯერებს თუ სიტყვებს. როცა ხელების საუბრის შინაარსს არ ემთხვევა, შენი ტვინი ხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერაა. სხეულის ენის ექსპერტი სვანესა ედვარდსის აზრით, სწორედ ამიტომაა, რომ ხანდახან ტყუილისას ადამიანები ნაკლებ ჟესტებს იყენებენ. ან არასწორად იყენებენ. თუ სხეულის ენაზე მეტი გაინტერესებს, დაგვიწერე კომენტარებში.